60-მდე ბავშვი ყავს. აქედან ვარჯიშობენ 6 წლიდან 10 წლამდე ერთ ჯგუფში, 10 წლიდან ყავს 15 წლამდე და 15 წლიდან ზევით. ყველა შეჯიბრზე წარმატებით გამოდიან ჩვენი კლუბის ბიჭები. რამდენიმე კვირის უკან ჩატარდა შეჯიბრი თბილისში, სადაც მთლიანი საქართველოს მასშტაბით ყველა გუნდი მონაწილეობდა. 3 ჩემპიონი გაგვიხდა, 1 მეორე და 1 მესამე ადგილი დაიკავეს ჩვენი ბიჭები. ამ ხელს რო გამოვწევ, შედის ხელი, ხარი არა, აი ეს ფუშს ვაკეთებ და ეს. მოდი გავუჩქო. აი როგორ ვარ, ის წერები. უხლებს როგორ ვარ. ხო ისად არის? ვერცე. ვიშლები და ვახეთქებ წიგი არა? მაგარი ბავშვები იზრდებიან ბანკში, რაც ყავდა ჩამოყვანილი IFGP, ანუ სოფლიო ძიუდოს ფედერაციიდან იყო წარმომადგენელი, კანადელი, კატალინ გოიკა, რომელიც აღთხოვანებული დარჩა ამ ბავშვებით და იძახდა, რომ ნები რამდენ ქვეყანაში ყოფილი ვარ თქო, მაგრამ ესეთი ბავშვები არასად არ მინახია. კლუბი ჩამოყალიბდა 2015 წელს, ჩამოაყალიბა ვასილ მარგოშვილმა, დათო მარგოშვილის სახელობის ძიუდოს კლუბი. დათო მარგოშვილი მოგეხსენებათ, წარმატებული ძიუდოისტი იყო და ახლა აგრძელებს ეგვიპტეში ნაკრების მწვრთნელობას. არიან ქართველებიც, ასევე ახმეტიდან ამოდის ბევრი ხალხი, აქვთ დიდი სურვილი, ვარჯიშობენ, ერთობლივ ვარჯიშებს გავდივართ, ხშირად ვისაც სურვილი აქვს სპორტიდან, ბევრ მეგობარს იჭერს ადამიანი, რაც დიდად მნიშვნელოვანია, შეიძლება ადამიანი მაინც და მაინც ვერ გაიზარდოს ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი, მაგრამ დიდ საახლობო, საერთო საახლობო წრეს იჩენს. როცა დილიდან იწყებ ვარჯიშს, დილის ვარჯიშის შემდეგ მიდიხარ სკოლაში, სკოლიდან ასევე მოდიხარ უკან ვარჯიშზე, ვარჯიშიდან მიდიხარ სახლში, სადაც გაკვეთილები უნდა ისწავლო და ყოველი დღე გრძელდება ესე. რაც არ აქვს ბავშვს ქუჩაში დგომის დრო, მარტო აქვს დრო, რომ ივარჯიშოს, ისწავლოს და ჰქონდეს ნათელი მომავალი. წინა წელს გავიარე IFGP-ის კურსები, საიდანაც ჩამოსულები იყვნენ 100 ტრენერები, საერთაშორისო უკვე მაღალი დონის ტრენერები, რომელსაც ჩავაბარეთ გამოცდები. ვინც წარმატებით ჩაატარა გამოცდები, ასევე აიღო სერტიფიკატი და მიენიჭა საერთაშორისო კატეგორიის მწვრთნელობის პირველი დონე. ახლა დაწყებული მაქვს მეორე დონე და რამდენიმე თვეში დავასრულებ და უფრო ავიმაღლებ ცოდნას. ყველა ვარჯიშიდან უნდა წავიღოთ რაღაც მნიშვნელოვანი. მარტო ერთ დღეს არა, ყველა დღეს თუ გვინდა რომ შედეგი გავაკეთოთ. გასაგებია? ხვალ გელოდებით ჩვეულებრივ 4:30-ზე. რეი თავისუფლები ხართ.